კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრის იკომის გენერალურ დირექტორ სტეფანო დე კაროსა და ძებთა დაცვის სფეროს ექსპერტებს შეხვდა. რის ფარგლებში კულტურის სამინისტროსა და ცენტრის ხელმძღვანელობას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ტრენინგ პლატფორმის შექმნას და რეგიონალური სასწავლო ცენტრის გახსნას გულისხმობს. საერთაშორისო ექსპერტები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში პროფესიული განათლების გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციებსაც მოამზადებენ. საქართველოს კულტურის სფეროში გარკვეულ მოდელს აყალიბებს ძალიან ბევრი მიმართულებით, ლიდერი ხდება ძალიან ბევრი მიმართულებით და ეს კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ჩვენ ძალიან გვახარებს და ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს როგორც წმინდა პროფესიონალური ასე ვთქვათ, პროფესიონალიზმის ამაღლების თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ტიპის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქნება საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პლატფორმა. თბილისში გამართული შეხვედრა მთელი რეგიონისთვის სამაგალითო უნდა იყოს. ჩვენი სურვილია, რომ თბილისი გახდეს კულტურული ცენტრი. ეს პროცესი კი ამ კუთხით განვითარებას დიდად დაეხმარება.